ამ ქვეყანაში მყოფი ყველა ჟურნალისტის მოვალეობა და ვალდებულებაა, რომ ის იდგეს დღეს აქ. ყველა იმ ჟურნალისტის, ვინც არ არის რეჟიმის მხარეს, ასე დავყო სამწუხაროდ რეჟიმმა, ისეთი წყალგამყოფი დაგვიდო, მზია პატიმრობაში და ტყვეობაში ნიშნავს თითოეული ჩვენგანის თვის ფრთების შეკვეცას, ან თავისუფლების წართმევას, თავისუფლების შეზღუდვას და მე საკუთარ თავს ვერ მივცემ უფლებას, როგორი მნიშვნელოვანი საქმეც არ უნდა მქონდეს, ან სადაც არ უნდა ვიყო, რომ არ ვიყო აქ. ყველა იმ პროცესზე, რომელსაც კი ფორმალურად ვადევნებთ თვალს და ფორმალური სახე აქვს, იმიტომ რომ გადაწყვეტილებას მისი დაპატიმრების, დაკავების, მისჯის, სასჯელის ზომის, მის მიმართ მოპყრობის, დამოკიდებულების ყველაფრის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კობახიძე ან ივანიშვილი და არა ესენი მანტიამოსხმული ადამიანები, სამწუხაროდ ასე რომ ვამბობ, მაგრამ ჩვენ აქ უნდა ვიყოთ პირველ რიგში, იმიტომ რომ მზია გავამხნევოთ და მეორე რიგში, იმიტომ რომ მზია იქით გაგვამხნევოს კიდე რომ ასე მედგრად ამაყად უძლებს და უძღვება აი ამ იმას, რომ ის ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად არის ჟურნალისტიკალი პატიმარი საქართველოს ისტორიაში და ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ როდესაც ჯერ კიდევ მის დაკავების შემდგომ პირველად შეუფარდეს პატიმრობა, რომ ვიქნებით ბოლომდე მისი თავისუფლების მოთხოვნით, მის გვერდით და თავისუფლების მედიის თავისუფლების სადარაჯოზე.